მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული. დღევანდელ დღეს ძალიან კარგი იქნება თუ შეიკავებთ თავს ჩხუბისგან. დანარჩენი რაც თქვენს გულს გაუხარდება, შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ. ოღონდ კარგი. რა კარგი. დღეს გვიან ჩატარდება ბარაქაზე და წარმატებაზე რიტუალები. ვინც არის ჩაწერილი, რომ იცოდეთ. რადგანაც ძალიან დიდი ბევრი არ ახართ, ამიტომ მე თვითონ ყველასთან მე თვითონ გავააქტიურებ და გამოგიგზავნებათ, რა თქმა უნდა, პატარა ვიდეო. კარგით ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. ვისთანაც დასამთავრებელი იყო, დამთავრებულია ყველასთან. სამუშაოები ამ ეტაპზე. რაღაც ძალიან ესე რომ თქვა, არ გამოდის თითქოს კონტაქტზე, ხო? და ასევე შორიდან კი იმაშვება, რაღაც ეჭვიანობის მომენტი აქვს და ცოტა კითხვა. კარგი, რას გრძნობს, მოდი ვნახოთ აბა. სხვათაშორის საუბარი აქვს ოჯახ შეტყობამ და ოჯახების თემაზე, ან რაღაცის დასაოჯახებელი არის. ან ხო, ესეთნაირად. და ესე რომ ვთქვათ, ეს ქალბატონი შეიძლება შავებიანი ან ქვრივი დედა ვინ ყავს, შეიძლება დააყავს ვისთან უწევს საუბარი ოჯახის წევრთან რაღაცასთან, ესე ოჯახზე რაღაცები და ოჯახებზე უწევს საუბარი, თუმცა არის მათ შორის რაღაც ეთყობა მოსაწესრიგებელი თემა, საკითხი რომ აი რაღაცის გამო დაუშვათ ეს გამო აქ ნამდვილად არ არის ეს მომენტი, რომ აი გოგო ვერ იპოვა და რაკნას ვინ მოიყვანოს ცოლად თუ რაღაც ესეთი თემა, რაღაც სხვა საკითხი არის. რაც შეეხება თვითონ, ესე ვთქვათ, სხვათა შორის თვითონ პიროვნულადაც მართალია, შესაძლებელია ძალიან წარმოაჩენს თავის თავს, მაგრამ ამ საკითხში ოჯახი და ესე გრძნობები რაღაცა ძალიან ესეთი როგორ არის, იცით, გამოცდილება არ აქვს, მარტო კი არა, ძალიან მიამიტი არ არის, მიამიტი და ესე გულუბრყვილო კი არ არის, მაგრამ რაღაცა არ აქვს რა ის მარილი, რაც უნდა ჰქონდეს, ალბათ ურთიერთობას ესე ვიტყოდი. თქვენთან მიმართებაში სხვათა შორის კი ეს ფიქრები ნამდვილად აქვს, გრძნობა პირდაპირ სიყვარული დაფიქსირდა და არა მოწონება. შეიძლება საკუთარ თავს ვერ უტყდება ეს ადამიანი, ხო? მაგრამ ნამდვილად არის. რაც შეეხება აქ რაღაც თავისებურ ნაჭუჭში არის, ან თავისებურად რაღაცები მიაჩნია, გონია, ხო, იმედია ილუზიებში არ არის, ხო? ისეთი თემა არ ჭირს ახლა დაუშვათ ურთიერთობა რო არ გაქვს ქალთან და შენს ცოლად თვლი და არც ხელი გითხოვია, არც დაგინიშნავს, არც შეხვედრილ ხარ, არც გაგიცნია ნორმალურად ისიც არ იცი. ნამდვილად თავის სახელ და გვარად გაგიცნო თუ არა და ცოლად რო თვლის, კი ხდება ესეთი ესენი არიან, რა ქვია. ტიპაჟები, რაც შეეხება აქ სხვათა შორის გეგმა აქვს ამ ადამიანს, მართალია, ახლა მანდა მაინც ვერ არის განწყობაზე და შესაძლებელია
ენერგიოთაც არის ან მოდუნებული ან რაღაც თავის ცოტა შინაგანის კოშმარები აქვს ხო ანუ ძილობა ესეთ რაღაცები აწუხებს მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ გეგმა ნამდვილად აქვს რა უნდა გააკეთოს სამომავლოდ ამ ადამიანმა გულწრფელიც მეფიქსირდება კარგი ვნახოთ კიდე თქვენთან დაკავშირებით რას გრძნობს ეს გეგმები თქვენ გეკუთვნით მოდი ასე ვთქვათ ხო ამის საქმე როგორ არის ახლა გეტყვით გეგმები კი გეკუთვნით თქვენ მაგრამ ჯერ ვერ აცნობიერებს რომ თქვენ გეკუთვნით აი რაღაც როგორ არის იცით თვითონ არ იცის რომ მოწონხარ ან უყვარ ხარ ხوارისხან და ხან რო ისე შეგიყვარდება და მეურხდები ამას ნამდვილად არ სჭირს გასავალი უფრო მეტი აქვს ამას ახლა ამ ეტაპზე ვიდრე შემოსავალი მაგრამ ეს ნამდვილად არ სჭირს ხო თქვენთან რომ ვერაცნობიერებდეს უბრალოდ ეს ყველაფერი ჯერჯერობით მისან მიმართ შეგნებულად აქვს ასე რომ ვთქვათ ჩახურული დახურული ეს გრძნობები და არ ამჟღავნებს კი დაფარული მე ვფიქრობ რომ ეს ადამიანი ესე თავშეკავებული ან რაღაც თქვენ შეიძლება იფიქროთ ვაი მე დაასრულა არაფერს არ ასრულებს ეს უბრალოდ არის ამ ეტაპზე რაღაცა ესე რომ ვთქვათ გათვლილი ნაბიჯები აქვს გათვლილი ნუ ეხლა ესე ჯობია მისი გადაწყვეტილება ეს არის აი ეს არის მისეული ხედვა სინამდვილეში იქნება არც ჯობია მასე მაგრამ ასე ფიქრობს ხო ადამიანი ვერ შეეწინააღმდეგები რაც შეეხება აქ ბევრთან ეს ვარიანტი იქნება რომ გარკვეული კარმული პერიოდი ესე ვთქვათ დასრულდა ესე იგი თქვენთან როგორ არის იცით პასუხის არა ჯერჯერობით თავშეკავებული არის ეს კარგი ახლა რასიზამ დიდხანს გააგრძელებ ამ თემას 20 წლის მერე გამოფხიზლდები თუ გექნება მანამდე რამე ხეირი ეკნება გამოფხიზლება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჯერ ამას გადაადგილება მოუწევს რაღაცა კითხების მოგვარება, ну რასთან არის ეს გზა დაკავშირებული არ შეიძლება სამსახურეობრივია, შეიძლება რამე საქმის მართლა მოგვარება იყოს ისეთი, რომ აუცილებელია და ასე შემდეგ. ამ წუთში რო გითხრათ, რომ ახლა ძალიან ესე იყოს ობიექტური, ამას მე ვფიქრობ, რომ ობიექტურობაც აკლია თქვენთან მიმართებაში ზოგადად, ხო? ცუდად გეკცევა. ხო, ეთყობა, კი, ცუდად გეკცევათ. როგორ არის, იცი, რაღაც სულიერი კავშირი დაიკარგა თითქოს თქვენ შორის, ხო? და აიმიტომ გითხარით. როგორ არის, იცი, არასწორი ადამიანი ამ წუთში ეს თქვენთან მიმართებაში. აშკარად ამას მოგადგებათ ისე კიდევ რაღაცა საკითხთან განსახილველად ან დამეხმარე ან ვითომ დამეხმარე, ხო? ესეთი ფორმით კონტაქტზე გამოსვლა, მაგრამ მე რა იქნება წამოყვალი ბოდიალება გიდიკით. ხელი თუ არა მე მოსალოდნელი ამისგან. აქ იმდენი ქალები ამოფრიალ და ხო, ასე არის. ეხლა იცით რა გითხრათ, ახლა ამ ადამიანთან ღირს არ ღირს ურთიერთობის გაგრძელება ცოტა რთული სათქმელი ესე საჯარო გაშლიდან, ხო, მაგრამ ეთყობა ის რომ ფეხზე დადგება, იმიტომ რომ აქ დამფიქსურდა რაღაცა აქვს მატერიალური ზრდა, მერე ქალბატონებიც გამოჩნდება. ხო და თქვენ თუ ხართ ის ქალი რომ ეხლა გაჭირებული იტან სიტყვაზე ან ფეხზე ეს პრობლემები ან და რაღაცა პრობლემებს რომ მოგვარებს მე ყველას მოუნდებან ხო და რა ვიცი თვითონ რამე ექნება ესა მაქმედება თქვენთან აჰა ეს ქალბატონები ხელი შემშლელია თუ პირიქით თქვენსგან აიწევს მაინც მარტო დარჩება ეს მე მგონი თქვენს დაკარგავთ ეს საბოლოო ჯამში და ქალბატონებთან დააფელი გამოდის ხო ცოტა არ დამფიქსირდა იმიტომ გითხარით თავიდანვე დაფიქსირდა როგორ ტიპაჟად იცით სულელი ტიპაჟი თითქოს არ არის მაგრამ აი ამ საკითხში
ამ საკითხში მეც ვერც დავარქმევდი. მოდი ესე ვთქვათ. რასაც პირადი ურთიერთობა აქვია, ხო? იმიტომ რომ ისეთნაირად იქცევა, ესა რა ქვია, 5 არკანით, რაც თქვი ეს გამოვიდა ბოლოში ვიარე კრუგე და ერთ მაინც იგივე აზრი გამოვიტანე, ხო? ისე აკეთებს, რომ, არ ვიცი. მე ალბათ თავში ავვარდება და ორ კაპიკს რო დაინახავს ან რაღაცა. რატო იქცევი ასე? კიდე მოდი ერთი ვკითხე და ხალს თუ გვეტყვის რამეს. რატო იქცევი? ასე, რატო? აი ამაშია მთელი უბედურება, რატო იქცევა და ნახე ეს სწორი გონია ეს აქციელი. აი როგორ გონია, იცი, აი რაღაცა იცის როგორ მოიქცეს და რაღაცა შეგნებულად ამოქმედებს, ეს არ არის აქ ისეთი ნაბიჯი, რომ არ იცოდეს, ვერაცნობიერებდეს, ვერ ხვდებოდეს, პირიქით. ამას გეგმა გათვლილი ყველაფერი და შეგნებულად მოქმედებს და გათვლილად და მიზანმიმართულად და ეს გონია სწორი, ვერაცნობიერებს, რომ ეს არ არის სწორი საქციელი. არ მოუტანს შედეგს უბრალოდ ვიღაცას ან იქნებს ეს იყოს 9 კურდღლის მამთმადევარია. და ვერც ეს ვერ ჭირს ბოლოში, მაგრამ მაინც მარტო რჭება. ხო და ძალიან ისეთი ტიპაჟია, ფარფატათან, რა ვიცი, ჰაერისტიკია ხო არა და ფარფატებს ან ჰაერისტიკია თუ არა, რაღაცა ესეთი ტიპაჟი. ძალიან ვითომ თავისუფლების მოყვარული, მაგრამ ამ თავისუფლებას აღარ ქვია, გვია მას ქვია. ერთი კაი ლამაზი სიტყვა. არ გვინდა. ეს იყო დღევანდელი გასვლა. იცით რა არის, ეს ხო არ არის საბოლოო დასკვნა, ეს არის ეხლანდელი ენერგია იქნებ, გაიცით და მოხდეს სასწაული მოისმინოს ეს გაშლა ან რაღაც მოხდეს სასწაული ცვლილებები, ხო და შეიცვალოს. მერე მაინც დროზე მიხვდეს მთავარი ადამიანმა, ხო, სანამ ძალიან გააფუჭებს ყველაფერს. მე გისურვებთ ჩემო კარგებო წარმატებებს და გამშვიდობებით.